როდესაც სხვა სთხოვ დიპლომს ჯერ თავად უნდა გქონდეს. საზოგადოებრივი დარბაზის თავმჯდომარის ეს განცხადება საკონკურსო კომისიის წევრთა პოსტის დატოვების მიზეზი გახდა. მესამე სექტორის წარმომადგენელმა ადიგენში მიმდინარე მოვლენების შეაფასა და განმარტა, რომ გარდა გამგებლის მოვალეობის შემსრულებლისა, საკონკურსო კომისიაში არაკომპეტენტური პირები კვლავ რჩებიან. მისი მტკიცებით, საზოგადოებაში გავრცელებული აზრის მიხედვით უმაღლესი განათლება არც მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს აქვს. გოდერძი კუბლაშვილის განმარტებით აღნიშნული საკითხი კანონდარღვევაა, ამიტომ ამისათვის თითოეულმა პირმა პასუხი უნდა აგოს. საზოგადოებრივი დარბაზის თავმჯდომარე ამბობს, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტისათვის ექსპერიმენტების საკმარისია. არის მოსაზრება, რომ თვითონ საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც კომისიის თავმჯდომარეც არის, არ აქვს უმაღლესი განათლება და ჩემთვის მიუღებელია და ალოგიკურია. ანუ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიც უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. რა კომპეტენტურობით ღებულობდნენ გადაწყვეტილებებს. ჩვენ რაღაც საქმე გვაქვს სერიოზულ კანონდარღვევასთან, რომელიც ჯერ კიდევ 2009 წლის თებერვალში აქვს მათივე პრეზიდენტს მიღებული. ანუ საკონკურსო წესით თანამდებობის პირების დანიშვნის შესახებ. სადაც მკვეთრად არის განსაზღვრული თუ რა კომპეტენცია და რა განათლება უნდა ჰქონდეს გამგებელს, მის მოადგილეს, მინიმუმ უნდა იყვნენ მაგისტრის წოდების პიროვნებები. არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოებრივი დარბაზის წევრის ბრალდებებს ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პასუხობს. გივი ენდელაძე ამბობს, რომ მას არასრული უმაღლესი განათლება აქვს მიღებული, თუმცა ამაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს. ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის განმარტებით, იგი ხალხის არჩეულია და ამ კუთხით კანონი არ ირღვევა. ენდელაძე ირწმუნება, რომ საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცებასთან უმაღლესი განათლება არაფერ შუაშია. მისი თქმით, კომისია 5 ადამიანითაა დაკომპლექტებული და შესაძლოა იგი 9 წევრამდეც გაიზარდოს. ამ კუთხით კი საკონკურსო კომისიის მუშაობა ბევრად გამჭვირვალე გახდება. სარგენილი ადამიანი დეპუტატად საკრებულოდან ან ტერიტორიული ერთეული და შემდეგ ამის შემდეგ ხდება საკრებულოში მისი არჩევა საკრებულოს თავმჯდომარედ. ხო, ამის მე ჩემ შემთხვევაში ხო. რა მნიშვნელობა აქვს უმაღლეს განათლებას და თუ და არა განათლებას. მე რო ვიყო თქვა დანიშნვითი ან საკონკურსო წესის ერთეული პიროვნება, მაგის შეიძლება მოთხოვოთ. რომ ამ სპეციალობაზე შეიძლება ესეთი განათლება, მაგრამ ამ შემთხვევაში მაგია. მე რო ვშხვიდავდე მარტო, მაშინ შეიძლება რომ ჩემზე იყოს ყველაფერი დამოკიდებული. კომისიას მეტავს, ხო იქ განარჩევი ჩემს გარდა ხო 7 ადამიანი და 6 ადამიანი და 5 ადამიანი ხო უმაღლესი განათლებით არის. ისეთი სიტუაცია გამოდის, რომ თითქოს ერთი ადამიანი და ისეთ არაკომპეტენტური ასოციაციას ხდება. თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს საჯარო მოხელე, ამას საჯარო სამსახურის შესახებ კანონი განსაზღვრავს. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურისტი განმარტავს, რომ კონსტიტუციის თანახმად ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე შეიძლება საშუალო განათლების 18 წლის ასაკის პიროვნებაც იყოს. თუმცა მისი თქმით, ყველა მუნიციპალიტეტის გამგეობას კანონში დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებიც აქვს გაწერილი. ამის მიხედვით კი დადგენილება შესაძლოა ბაკალავრიატის ან მაგისტრის დიპლომს ითხოვდეს. იურისტის ირინა ყურმაშვილის მტკიცებით აღნიშნული საკითხის გადაჭრა ინდივიდუალურია. თუ კონკურსი გამოცხადა და დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში მითებული იქნა, რომ პირს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის ან მაგისტრის დიპლომი, შესაბამისად უნდა წარადგინოს საბუთები. თუ პირმა ვერ წარადგინა აღნიშნული დამადასტურებელი დოკუმენტი, კონკურსში მონაწილეობა საერთოდ ვერ მიიღებს და მეორე ეტაპს ვერ მიაღწევს და ვერც დაინიშნება. შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარემ გოდერძი კუბლაშვილმა ტელეკომპანია მეცხრე არხის თოქ-შოუ დიალოგში დიპლომების თემაზე 13 თებერვალს ისაუბრა და განმარტა, რომ ადიგენში ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ შექმნილი საკონკურსო კომისია არაკომპეტენტური პირებითაა დაკომპლექტებული. 25 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა არსენ ბალახაშვილმა საკრებულოს თავმჯდომარეს კომისიის დატოვების შესახებ განცხადებით მიმართა. ექოსთან სატელეფონო საუბარში მან დაადასტურა, რომ კომისიის დატოვების მიზეზი დიალოგში გაჟღერებული ინფორმაცია გახდა.